ბიძინა ივანიშვილის განაცხადი, რომ ის დგას პუტინთან ერთად, თუ კობახიძის გადაწყვეტილება არადემოკრატიული ლიდერების კლუბში გაწევრიანდეს. ხალხის მოწამვლის საქმეზე BBC-ს გამოძიება ერთმა ფოტომ გადაფარა. კობახიძე პუტინის გვერდით. რა მოხდა? 11 დეკემბერს ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აშხაბადში ჩავიდა, თურქმენეთის დედაქალაქში. ამ ქვეყნის ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ფორუმზე. ის რომ ამ ფორუმის მთავარი სტუმარი ვლადიმერ პუტინი იქნებოდა, ეს წინასწარ იყო ცნობილი და კრემლიც აანონსებდა, რომ აშხაბადის ფორმატს პუტინი ორმხრივი შეხვედრებისთვის გამოიყენებდა. ვნახოთ საინტერესო აქცენტები. რუსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება ფორმალური საფუძველი იყო პუტინისთვის, რადგან რეალურად მან ეს ვიზიტი გამოიყენა, ციტატა, არც თუ ისე უმნიშვნელო ორმხრივი შეხვედრებისთვის. პუტინს და კობახიძეს ჰქონდა თუ არა კვეთა, ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით. რუსეთის სამთავრობო დელეგაციას, პუტინის ადმინისტრაციას, მის გუნდს ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია კობახიძესთან ან მასთან ერთად აშხაბადში მყოფ პირებთან, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც წესი, ასეთი კულუარული შეხვედრები ან გვიან სკდება, ან წლები საიდუმლოდ რჩება. ვლადიმერ პუტინისთვის, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო ბრალდებულად ცნო და ძებნილად გამოაცხადა, ასეთ ქვეყნებში ვიზიტები შანსია იმის სადემონსტრაციოდ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან ბოლომდე მოკვეთილი არ არის, პერსონა ნონ გრატა არ არის. ამისთვის სჭირდება პუტინს არადემოკრატი ქვეყნების კლუბში ჯდომა. მაგრამ რაში სჭირდება იგივე ირაკლი კობახიძეს? რა უნდოდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციას აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის ფორუმზე, რომელსაც თურქმენეთი მასპინძლობდა, საუბრის მთავარი ამბავი ამ ქვეყნის ნეიტრალიტეტი იყო. ზოგადად ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე აქ ბევრი ილაპარაკეს. საქართველოს კონსტიტუციით ჩვენს ქვეყანაში არის გაცხადებული, რომ საქართველოს საგარეო კურსი არა ნეიტრალიტეტი, არამედ ნატოს და ევროკავშირში გაწევრიანებაა. საქართველოს უმაღლესი კანონი პირდაპირ ავალებს ყველა ჩინოვნიკს გააკეთოს ყველაფერი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ნეიტრალიტეტის თემა ქართულ ოცნებას დღის წესრიგში ახლა არ შემოუტანია. ეს ბევრად უფრო ადრე შემოაგდეს, ჯერ სატელიტების საშუალებით. ბოლოს ცოტა ხნის წინ ოცნებასთან დაკავშირებულმა პირებმა პარტიაც კი შექმნეს ნეიტრალური საქართველო. ირაკლი კობახიძის თქმით, მან ეს ვიზიტი გამოიყენა ორმხრივი შეხვედრებისთვის. მაგალითად, შესთავაზდა თურქმენეთს საქართველოს გავლით გაზის გატარება. ეს კარგია საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად, მაგრამ უცნაურია როგორც არგუმენტი. იმიტომ რომ კობახიძე თურქმენეთში ამაზე სალაპარაკოდ ახლა არ ჩავიდოდა და მაინც და მაინც ამისთვის არ შეარჩევდა დროს, როდესაც ღონისძიებაზე მთავარი სტუმარი ვლადიმერ პუტინი იყო, რადგან კობახიძეს თურქმენეთში ჩასვლის პრობლემა არასდროს არ ჰქონია. წელს ეს მისი მესამე ვიზიტი იყო, მანამდე ორჯერ იყო წელს ჩასული, მათ შორის ერთხელ სულ ახლახანს აგვისტოში და კიდევ ერთხელ უფრო მანამდე. კობახიძემ ასევე გითხრა, რომ თურქმენეთში ვიზიტი გამოიყენა საქართველოს სამეზობლოსთან სალაპარაკოდ. და ვის შეხვდა? ალიევი აშხაბადში არ ყოფილა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი პაშინიანი იქ არ ჩასულა, სომხეთს შეკვეცილი უფლებების მქონე პრეზიდენტი წარმოადგენდა. კობახიძეს არ ქონია შეხვედრა თურქეთის მეთაურ ერდოღანთან და არ უთქვამს, რომ შეხვდა პუტინს ან ვინმეს მისი გარემოცვიდან. კობახიძეს საქართველოს სამეზობლოდან ერთადერთი შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრემიერთან და უცნაური არგუმენტია, რომ აზერბაიჯანის პრემიერთან მოლაპარაკებების გასამართად ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ჩავიდა. ირაკლი კობახიძის ჩასვლა იქ
სადაც მთავარი მოქმედი პერსონა იყო საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი პუტინი, უფრო პოლიტიკურ განაცხადს გავდა ერთ ფორუმზე, ერთ დარბაზში, ერთ მაგიდასთან, პუტინთან ერთად დაფიქსირება. ხო, ბონუსად იყო კიდევ ერთი სამახსოვრო ფოტოც. იმ დროს, როდესაც ქართულ ოცნებას უკიდურესად მძიმე ურთიერთობები აქვს საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, ყობახიძის აშხაბადში ყოფნა საგარეო პოლიტიკური კურსის დემონსტრირებას უფრო გავდა. სად მიყავთ საქართველო, რომელიც დასავლეთისაგან მოატრიალეს და ზურგიში აქცევინეს. და ახლა მთავარი. იყო თუ არა ყობახიძის გადაწყვეტილება აშხაბადში ჩასვლა და დიქტატორთა კლუბში მაგიდასთან ჯდომა, თუ ეს იყო ივანიშვილის დავალება, რომ საქართველო ყოფილიყო იქ, სადაც იქნებოდა პუტინი. ის, ვინც ქართული ოცნების შიდა ამბებში კარგად ერკვევა და ოლიგარქის გუნდში ბევრი წელი გაატარა, ამბობს, რომ ივანიშვილის დავალების გარეშე ყობახიძე ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. რას აჩვევენ ხალხს? ეს არის კითხვა, რომელიც აქტუალურობას კიდევ დიდხანს არ დაკარგავს.